აკორდი ძალიან კაი. როგორ ახლა? კარგად ვარ, მოგესალმებით ყველას. ამ ბენდის და ამ სტუდიის პირობებში პირველად ვარ და რაღაცნაირი ეს უხერხულობა უნდა გადამალახვინო როგორნე. კი, აუცილებლად. პირველი შეკითხვა, შენ თბები გადაინერგე, ხო? კი. თბები გადავინერგე, მაგრამ მაქვს შავი დღისთვის შენახული. ანუ ესეთ სიტუაციებში არ ვაჩენ ხოლმე, აი რომ გაგვიჭირდება, მტერი რომ შემოგვესევა, მე ამოუშვებ იმ თვეს და კი. ესე გადავატანებ ყურადღებას მტერს სხვა რამეზე. ძალიან საინტერესო თემასთან დაკავშირებით მოგიყვანე ნიკა დღეს გადაცემაში. მე ვიცი რომ ილიას უნივერსიტეტში კითხულობ იუმორის ლექციებს. კი ბატონო, ასე არის. მე ვარ პირველი იუმორისტი, ესე იგი ანუ რას ასწავლი? იუმორის წერას ასწავლი თუ ზოგადად? არა. შენ ხო გამოცდილი გაქვს რომ იუმორის წერას ვერ ასწავლი ვერავის. ანუ ეს ანუ შეიძლება ასწავლო, მაგრამ შედეგი მაინც და მაინც კარგი არ იქნება. აქ თავარი არის რა, რომ ადამიანებს ვუხსნი და ადამიანებს კი არა, არაჩვეულები ადამიანებს, ასე ვთქვათ, 100 სტუდენტი მყავს და ველაპარაკები იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია იუმორი და იუმორი არის ზოგადად ინტელექტის გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. ასევე არის ის, რომ წყლად არ შეხედონ მოვლენებს და მიხვდნენ, რომ ნებისმიერი ერთი ფაქტი შეიძლება დაინახოს სხვადასხვა მხრიდან. მაგალითები თუ შეიძლება რა. ავიღოთ რაღაცები, მაგალითად ლექსები, რომლებზეც საზოგადოება თვლის, რომ ეს ლექსი არის ყველაზე მაგარი ლექსი და ამის ავტორი არის ყველაზე მაგარი პოეტი და ჩვენ შეგვიძლია ეს ლექსი უბრალოდ გავაკრიტიკოთ და დავცინოთ ამ ლექსს. ვთქვათ, რომ არ არის ეს ყველაზე მაგარი ლექსი, რაღაც ლექსი, მაგალითად იმ დღეს ვარჩევდით, ბევრჯერ მომისმენია, რომ კაცები ცოტა შეზარხოშებული გოგოებს როგორ კერავენ ამ ლექსით, მაგალითად სუფრაზე, რომ ბალახს ქალის სუნი ქონდა და ამ დროს ქალები და ერთი ამბავი. ძალიან უცნაურია რა, აი სუნიან ქალზე ლექსი ზოგადად. აი როგინდა რომ აი გოგოს კერავ იმით რომ აი რაღაცნაირი იცით როგორი სპეციფიური სუნი გაქვთ ქალებს, რომ აი ბალახსაც კი თქვენი სუნი რომ აზდით. ესეთი სასიამოვნოა რომ ვუსუნე ამ ბალახს. თითქოს ურო ჩამცხეს თავში, თითქოს პაპა ჩემი ცხონდა, ესეა ლექსში. ხოდა ეს ახლა რა მნიშვნელობა აქვს ავტორს ვინ არის რა ეს არის ლექსი რომელიც ბევრ ადგილას მომისმენია იქ მინახავს სახიობი როგორ ყვება ამას რა სავსეებს ზრობებით წოდნას ცრემლიანი თვალებით და მე კიდევ მგონია რომ ეს არის ძალიან სასაცილო ლექსი და ამ სტუდენტებს ეს ესმით რა იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა აი შენს დამეთანხმებით ამონას დამეთანხმებით და ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა სამყაროში სადაც ამდენი ლექსი იციან ზეპირად ანუ ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან ლექსებს ზეპირად ისე რომ აზრი არ აქვს შინაარს ანუ აი 3 წლის ბავშვისგან გაიგებ რომ არწივი ნახე დაჭრილი ყავყონებს ეომებოდა ეცადა ბეჭავს ადგო მაგრამ ვერა და ის ბავშვი ამას ვერ გებულობს რა იმან იცის ენძელა და ია ფაითონზე ზიან გადმოვარდა ია კაბა და იხია ეს იცის რა არის მაგრამ არწივი ნახე დაჭრილი არ იცის რა არის დაჭრილი ბავშვს აქ ნახი ბულკი აი არწივი დაჭრილი რო ნახა როგორ ეომებოდა ის ყავყონებს ვერც კი წარმოუდგენია იმიტომ დაჭრილი არწივია კარაქი უსვია თვითონ ნაჭერს ხო აქედან გამომდინარე ჩვენ ბავშვობიდან ვაჩვევთ ბავშვებს იმას რომ ტექსტი თქვენ გაუაზრებლად და ეს მე დიდობაში გადმოდის მაგიტოა რომ თავარი ლექსის შინაარსი კი არა თავარია როგორ ამბობ ამ ლექსს თავარია და ეს აი რა მაგრა და მე მილიონი ნახვა აქვს YouTube-ზე რა მაგრა ამბობს ლექსს რა ლექს ამბობს კი არა და იგივე მე გადადის დავუშვათ სიმღერის ტექსტშიც ხო ანუ აზრი არ აქვს ჩვენთვის ქართველი მომღერალი რა სიმღერებს მაგალითად ყველაზე ჩვენი საერთო მეგობარი დავუშვათ ავიღოთ ხო გიგი დედალამაზიშვილი და მგზავრები ყველაზე ხიტური სიმღერები აქვს ტიპებს და საერთოდ არ აინტერესებს მენელს რა ზღერიან ისეთი სისულელებია ტექსტში ეს ჩემს სტუდენტებს რო არ უთხრა შეიძლება შენ მაყურებლებს არ უთხრა ეს რო სისულელეებს ღერის მაგრამ ჩემს სტუდენტებს აუცილებლად უნდა უთხრა მაგალითად გოგო ყავს მე ხა გიგი ხარ დედალამაზიშვილი და უკვე ხიტი ხარ რა ტიპი ხარ მგზავრებში მღერი კი ბევრი ხარ კონკურენციაში იმ ერთ გოგოსთან მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაინც მგზავრი ხარ და უმღერი და ეს გოგო უკვე აი პირველი ორი სიმღერა გაგიგო რაღაცა აი დავუშვათ შაუღლუბებში ალუბლები ბანაობენ და რა როცა ხო ღვინოში რა მნიშვნელობა ხო და უკვე ისეთ პონჩიკავს დაკერილი და უკვე გადადიხარ აქტიურ შეტევას და ყურთან ხარ მისული ესე გიტარი და ეუბნები რომ ცელქობით დაღლილ ტომ სოიერს გავხარ აი მეგობრებო მითხარით აი ძალიან ხოთ მითხარით წარმოიდგინეთ ტომ სოიერი ოფლიანი ტომ სოიერი დაღლილი აი ცოტა მურიანი ტომ სოიერი თმა გადაჩეჩილი ნუ ტომ სოიერს თმა აქვს და ამას რომ გავს გოგო ჯერ რატო უმღერი ოჯახაშენებულო იმ გოგოს და დაუშვათ უმღერი მოატყუე რა რამე კარგი უთხარი მიეუბნები სიმართლეს იმიტომ რომ ეწყინება და მე ეს არ კმარა და
ეს გოგო რო უკვე შენია ეს გოგო და უკვე რაღაც შურის ძიების მომენტია და მე გადადიხარ და უკვე ეუბნები რომ შენ გავხარ სიბერ როგორ არის ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს. გოგო წარმოიდგინეთ, რა გოგო მოკლე კაბაში, ეს წარმოვიდგინოთ, რომელიც გავს ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს. მოხუცის თვალები გინახავთ როგორია? აი ესეთი ბევრი ნაოჭი აქვს. ჩავარდნილია და აღარ ელავს. გლავკომა აქვს ყველაზე ცუდ შემთხვევაში და კატარაქტა მინიმუმ. მეუბნები რომ ეს ამასაც დავცინოთ. ანუ ძალიან უცნაური. მე რა უნდა კითხო, იცი? მე მინდა კითხო, აი მაგალითად ხუმრობას ვასწავლი რა, ანუ აი რომ ეს შეიძლება აი ხუმრო ამ თემას. კაი, იუმორზე უნდა გადავიდეთ. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ იუმორს. ხო და იუმორზე უნდა გადავიდეთ და მინდა რომ პირდაპირ შემოგთავაზო რა. რამე ხუმრობა? ხო, აი რაღაცებული შემოგთავაზო. მეგობრულად გეუნები ხარ შენ ჩემ მეგობარი ხარ და მაგიტო გეუნები. რა უცნაური. უცხო რო იყო კი არ გეტყოდი. რამე თემა ხო არ გინდა, აი დაუშვათ ესე ჩაყავი ხელი ამოიღე და რა თემაზეც გინდა ვიხუმრებ. კაი, რა შე გასვენებაზე. გასვენებაზე. ღამის თენება. ძალიან საინტერესო პროცესი არის. ღამის თენება. ათენებენ ტიპები, უთენებენ ღამეს მეგობრის მამას. უთენებენ და 3 საათზე აიტეხა შვილმა რომ ჩავაცვათო ახლაო. ახლაო ჩავაცვათო ეს და ბიჭო რა ახლა ჩავაცვათო სულელი ხო არ ხარ გათენდეს ხვალეო დილასო ჩხვალარი გასვენება საგეჩქარება ჩავაცვათო ხალო არა გინდა თუ არა ახლა ჩავაცვათო ეს შვილი იძახის და ბიჭო არ გინდაო რა იქნება ხვალეო ავდგეთო კარგათო დილითო ჩავაცვათო ხვალარი გასვენების და ხვალ ჩავაცვათო არა გინდა თუ არა და არა ახლა ჩავაცვათო და არა ახლა ჩავაცვათო შვილი გაბრაზდა ვერ გევიგე ბიჭო ახლა რო ჩავაცვათო რა ამეიჩაჩავს ხვალამდე თუ რა იქნება ბიჭო ძალიან საინტერესო რაღაცა პროექტი დავიწყე ესე კი უნდა გქონოდა შენ პროდიუსერი რომ კაი ყავდეს ეგ ჩარნიშნული მაგრამ არა მიწერია გიწერია ის არა ქვია კონსულტაციებს ვაძლევ ინტერნეტში ადამიანებს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ და დღეს რადგან აქ ვარ თუ გინდა რამე პრობლემა თუ გაქვს შემიძლია დაგეხმარო და გესაუბრო მაგას ნებისმიერ თემაზე ხო აი მაგალითად რავი რამე დისკომფორტი თუ რამე შიში ხო არ გაქვს რამე ცხოვრებაში ბიჭო იმის მეშინია მაგალითად ფრინველების ქათმების მართლა გეუბნები გასაცილო კაცი ხარ გაჩი ქათმის როგორ გეშინია ჯერ ესეთი უნდა გაგავთქილო რომ ის არის რა ქვია ქათამი არის ალეგორია შიშარა რამის ანუ ძალიან უცნაური ქათმის რო გეშინია ეს რაღაცა უცნაური ჯიშის ქათამი ხარ ესე იგი შენ თვითონ და რაც შეეხება და მეორე საკითხი კიდე რომ თავარი არის ქათამა არ იგზნოს ეგ იმიტომ რომ ქათამა თუ დაინახა რომ გეშინია ტერს მერე რომ ქათამის პერფორმაცია ხდება თვალს და ხელშუა, აი როგორც რა გითხრა, აი ის ფილმი რო არის, ხო იცი, მანქანები რო რობოტებად იქცევა, რა ქვია მაგას? ტრანსფორმერები. აი ეგეთი რაღაცა მოძდეთ, მამლის გეშინია თუ დედლის? ორივეს. ესე იგი შენ ხარ კაცი, რომელსაც ცალსახად დღევანდელი კვერცხი გირჩევნია ხვალინდელ ქათამს. კვერცხი რა თქმა უნდა უფრო მიყვარს შემწვარი. კი ბატონო, მე მაინც გირჩევ რომ მე ვარ, მაგრამ რომ მიხვიდე დაელაპარაკო არის ყველაზე კარგი. ნიკა, რა უნდა გითხრა? მიხაი რაც გინდა. არის თემა ისეთი, რაზეც შეიძლება კიდე ვილაპარაკოთ, იმიტომ რაღაცა მაქვს გამზადებული მე რა. რავი, ნებისმიერი რამე შეიძლება, რავი, რა გითხრა, აბა როგორ გელაპარაკო. ყველაფერი არის თემა, რომელიც პოლიტიკაზე არ ვიხუმროთ თუ გინდა. მე გეტყვი რა, ძალიან მაგარ რაღაცას რა აღმოვაჩინე ხალხო, აი თქვენ აქ და თქვენ გეწოდინებათ და ვინც მიყურებს. შენს გადაცემაზე მინდა ვთქვა როგორც კონცეფციაზე რაღაცა რა. კი. მართლა გეუბნები საქართველოს ტელევიზიაში და შენ ამაზე ხუმრობ ხოლმე და ალბათ ადამიანებსაც ამიტომ არ ესმით ეს. შენ ხარ ერთადერთი დემოკრატიული გადაცემა. კი არ ვახურებ. მართლა ეგრე ხარ. ანუ რა არის? უბრალოდ აქ არის რაღაც კონტექსტის პრობლემა არის. ამას სერიოზულად ვამბობ. ანუ იუმორზე როცა ვფიქრობ ხოლმე, განვიცდი რომ ვანო ჯავახიშვილის გადაცემა ადამიანებს გონიათ რომ არ არის ბასრი. არ არის დემოკრატიული. შენ ხარ მართლა ძალიან მაგარი დემოკრატიული ქვეყნის ნიშანი. იმიტომ რომ შენს მონოლოგში რა ხუმრობებიც არის ხოლმე, შენ სკეჩებში რა ხუმრობებიც არის, ეგ ხუმრობები რომ ამოიღო დაუშვათ ადამიანების სტერეოტიპების სავსე ტელევიზიიდან და ჩასვა მაგალითად არ ვიტყვი რამე ახალ ტელევიზიას, მაგალითად კავკასიაში. შენ გახდები ოპოზიციური მოძრაობის სახე და ლიდერი არა და ბიჭო, გაჩული. და იუმორი ეგ არის მეტი, მაგას გეუბნები. ანუ ადამიანები მაინც თქვად უყურებენ შენს ხუმრობებს და შენ უბრალოდ ბევრად უფრო ასე ვთქვათ მოცულობითი ტიპი ხარ, ტრიდე ხარ ანუ. რა წახელი. აი ეგ არის.
რა ვიცი, ეს ამის თქმა მინდოდა, ეს შეგიძლია ამათაც ცალკე გამომიგზავნო Facebook-ზე დავდებ, რომ აი ნახე რა მაგარი რაღაცები. მაინც იმდენი ხალხი ნახავს რა აზრი აქვს. ყველას უკვე ყველაში დედაჩემი შედის Facebook-ში. აზრი არ აქვს. დებია ჩემი სხვადასხვა. მე მინდა შენთან გავაკეთო ნიკა პირადი ინტერვიუ რა. პირადი ინტერვიუ. ანუ თემაზე, რომელიც თემას შენც არ იცი. ანუ მე მინდა გამოგცადო როგორ ანუ ჩვეულებრივი ქართველი ჟურნალისტი ხარ რა. ხო. ანუ თემა შენ არ იცი, მე გელაპარაკები და შენ მიპასუხა ეს ჩვეულებრივი ვიცით, ბევრგან გამიკეთე ინგას თუ მინახავს და გოლიასთვის იქ. ჩვეულებრივ ჟურნალისტებსაც გაუკეთებია თქო, მაგას გეუბნები. ნიკა შეიძლება თქვენთან ინტერვიუ. კი ბატონო, მაგრამ ახალი რო არაფერი ხდება. ნუ რა ვიცი, მოვალ მან და მოვიფიქროთ. ხო ეგარი. რაღაცე მოდიხარ, მე დავწერ ამე კაის გამოგიზო. ო წინ ტექსტ დაგიდებ, იმას ვერ ხედავ. სათვალეს მოვისწრინე და თუ გინდა აქეთ შემოატრიალე, არც ეგ არა. მოკლედ ესე იგი ნიკა, მზად ხარ დავიწყოთ წელი. შერკინები ამ. მზად ვარ. კარგი, შეგიძლია გამიგზავნო თემო ხალხი. აქეთ ხარ. მარჯვენა. მე რომ მემარცხენე ვარ. უი, მეც არ ვიცი თემა ის სხვათა შორის. შენც თუ არ იცი, კაი ყოფილა ძალიან. მოგესალმებით ბატონ ნიკა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დამგვთახვდით ინტერვიუზე და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით და პირველი შეკითხვა ჟღერს ასე. ამ ყველაფრის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? ფაქტობრივად თავიდან დავიბადე, შეიძლება ითქვას. და ნუ რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ესეთი სიახლეები ადამიანებს აქცევს სულ სხვა არსებებად და აყავს განვითარების სულ სხვა ეტაპზე, ჩემი აზრით. თქვენის აზრით. კარგი, ზესტაფონში, ანუ თქვენ წარმოშობით ზესტაფონი ნახართ, როგორც ვიცი და რა თქვენს, ანუ ეს ამბავი როცა გაიგეს? ბებია ჩემი დღემდე შოქშია და მეზობლებს სიხარულით ეუბნება ყოველ დღე რომ როგორც იქნა მისმა შვილიშვილმა ეს ნაბიჯი გადადო. და რაც თავარია, მე სრულისია, მე შემიძლია უკვე მართლა მხრებში გაშლმა ვიარო ჩემს მშობლიურ ქალაქში ამ ყველაფრის შემდეგ. საინტერესო ამბავია. მე მაინტერესებს ბატონ ნიკა, რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს? თავიდან იყო გარკვეული დისკომფორტი. შეიძლება ითქვას, რომ პირველი 3 თვე ეს დისკომფორტი ძირითადად იყო ფიზიკურ ნაწილში. შემდეგი თვენახევარი გაგრძელდა ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რომელიც მე მეგობრებმა გადამალახინეს. პრესაში რატო არ გახმაურდა ეს თემა? იცით რა არის? ვერ ატყობენ ეტყობა ამ სიახლეს. თვითონ მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც საკუთარი ცხოვრების სიახლეებს დაუშვათ აფიშირებას უწევს რა. პრესა იმის არის, რომ უნდა დაინტერესდნენ და იპოვნონ ეს თემა, ამოიღონ. მე მზად ვარ გავცე პასუხი ნებისმიერ კითხვაზე და ამის ფაქტია, ამის დადასტურება ჩვენი ინტერვიუც. მეც რომ აღმოჩნდე ანალოგიურ სიტუაციაში, რას მირჩევთ? მე გირჩევდით, რომ თქვენ აღმოჩნდეთ ამნაირ სიტუაციაში. ანუ ეს ფიქრობ რომ რა არის, იცი, რომ გულის სიღრმეში მე ჩემთვის თავარი იყო, რომ მე საკუთარ თავს აღარ ვატყუებდე და ის რაც ამდენი ხანია მინდა გამეკეთებინა. თუ შენს გაქვს ეგ საკითხი, შენ თავთან სარკეში რო იყურები და ხვდები რომ შენ თავს ატყუებ, რატო ატყუებ შენ თავს? მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და იმიტომ გადავწყვეტ. როგორ კომპლიმენტს იღებ ამ ამბის შემდეგ? კომპლიმენტებს როგორ იღებ? ძირითადად ვიღებ დაუშვათ ხას უსვამენ იმაზე, რომ ძალიან საყვარელი გავხდი. ასევე ხას უსვამენ იმაზე, რომ ფაქტიურად წარმოუდგენელი არის, რომ მე აღარ ვიღლები. მე აღარ ვიღლები. და ბოლო შეკითხვა. გიყვარს თუ არა სამზარეულოში ფუსფუსი? სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტან ვინმე რომ ჩემთან ერთად ფუსფუსს. მირჩევნია რომ მე რასაც გავამზადებ ის მივართვა ლოგინში. ძალიან კარგია. სხვათა შორის ზუსტად მაგ თემაზე ვლაპარაკოთ, ბატონ ნიკა შეგიძლიათ ნახოთ. არაჩვეულებრივია სამზარეულოში ფუსფუსი, როცა ესეთი რაღაცა შეგემთხვევათ. ძალიან კარგი იყო. მიხდი რა ეწერა წინ თუ არა? არა, საერთოდ ვერ მივხვდი, არც კი მიფიქრია მაგაზე რა იყო იქ.
მართლა იმიტომ რომ მე არ მიფიქრია. ისე ამ საღამოს დაკავებული არ ვარ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ნიკა ქავთარაძე.